ტრაგიკული რამ მოხდა, ბუნებრივია. 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი ცხინვალში, თქვენ იცით, იქ გაგრძელდა ეს ყველაფერი 400-ზე მეტი დაღუპული, ოკუპირებული ტერიტორიები, ეგრეთ წოდებული აღიარება, სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ომი. სააკაშვილი წარმოადგენდა საქართველოს? არა, არავითარ შემთხვევაში. სააკაშვილი გაყალბებული არჩევნებით დარჩა ხელისუფლებაში და სააკაშვილის რეჟიმმა, არადემოკრატიულმა სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო აგვისტოს ომი. 8 აგვისტოს თელი დღის განმავლობაში სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ისინი იყვნენ გადასული შეტევაზე, ისინი აპირებდნენ კონსტიტუციური წყობილების აღდგენას, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას 8 აგვისტოს განმავლობაში, ვიდრე შემდეგ მედვედევმა არ გააკეთა განცხადება ოპერაციის დაწყების თაობაზე, სააკაშვილი გვიმტკიცებდა, რომ ის აპირებდა ცხინვალის დაბრუნებას საკუთარი შეტევითი მოქმედებებით. წუხნებზე ხო არ არის აქ საუბარი, ნახეთ. ეს იყო კატასტროფული ავანტიურა. ეს იყო ღალატი, დაკვეთილი ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინ სააკაშვილის რეჟიმმა. გარედან დიპსტეიტის მიერ დაკვეთილი ღალატი. რა თუნდა ამას ისტორია რა თუნდა. წერია ტექსტში, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბით. ეს არის ტექსტი. ახლა გეკითხებით, ამაზე ხელის მოწერა არის თუ არა ღალატი. მარტივ კითხვას გისვათ, რა თუნდა ამას ისტორია და სახელმძღვანელოები.